თითქმის ყველა სოფელში მოხდა უკავშირად წყალი მოდის ამ წყლის სინჯების აღება, თბილისში ლაბორატორიაში შემოწმება და ლაბორატორიიდან იყო ისეთი პასუხი, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში, ანუ სოფლების ნახევარზე მეტ შემთხვევაში წყალი არის თქო არ იყო რეკომენდირებული ამ წყლის მოხმარება ადამიანებისთვის. ანუ აქ შემთხვევაში მქონდა როგორც თქვათ ამ წყლის დაბინძურება, თქვათ გარკვეულ შემთხვევებში იყო ცხოველების, ამ ფრინველების ფეკალური დაბინძურება აღმოჩენილი, თქვათ სხვადასხვა შეიძლება რაღაც მცენარეებით ხდებოდა დაბინძურება, ანუ ეს მთელი ინფრასტრუქტურა, რაც ხდება თქვათ ადამიანების წარმარაგება, არ არის ასე ვთქვათ მარტივად რომ ვთქვათ იმ კონდიციაში, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი წყლის მიწოდება. უშუალოდ ის წყალი იყო, რომელსაც აწვდის ეს კომპანია, ხო, მოსახლეობა? მათ შორის ეს კომპანიაც და მათ შორის მუნიციპალიტეტიც. ანუ ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, ის რომ მოსახლეობა ვერ იღებს ხარისხიან სასმელ წყალს, დგას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემი აზრით, არა მხოლოდ მცხეთა-მთიანეთში და არა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში, მთელ ქვეყანაში დგას ეს პრობლემა და აი ამ პრობლემაზე, რა ვთქვი, დიდი ხანია მიდის საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მე პირადად რაღაც დიდ შედეგს ვერ ვხედავ და არ ვიცი ამაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული რა უნდა იყოს, რომ ადამიანებს უსაფრთხო წყალი, ხარისხიანი წყალი მიაწოდო.